მოგესალმებით სპორტის პონტის არხზე, ეს ჩვენი არხის ისტორიაში პირველი ვიდეოა. სპორტის პონტი, სპორტის პონტი, სპორტის პონტი. პირველი ვიდეო, ესე იგი ეს ვიდეო იწერება 5 შაბათს, ანუ გუშინ და გუშინ წინ იყო ჩემპიონთა ლიგის მერვე ფინალები. ძალიან საინტერესო თამაშები იყო, ყველგან უმაგრესი გოლები გავიდა, თლად ჩაძაბული არ იყო. სპორტინგს თუ ისიც მივათვლით, მაგრამ უმაგრესი გოლები ვიქილეთ, უმაგრესი თამაშები და დღეს ამ პირველ ვიდეოში ვისაუბრებთ მაგაზე. მაგრამ სანამ გადავალთ ჩემპიონთა ლიგას და ასე შემდეგ, არ შემიძლია რომ ორი სიტყვით არ შევერხო MMA-ს. ქართულ MMA-ს და ქართულ ორგანიზაციას მოგესალმებით ვსაუბრობ რკენაზე. რკენა, რომელიც არის ახალი სიტყვა ქართულ MMA-ში, თვითონ მგონი ესე ამბობენ და მეც ვეთანხმები. და აი 1-2 სიტყვით მინდა მაგასაც შევეხოთ. რკენა ერთ ჩატარდა 29 ნოემბერს სპორტის სასახლეში და ეს იყო აი ძალიან მაგარი პირველი ივენთი, მართლა ფიზიკურად იქ ვიმყოფებოდი პირველ ივენთზე და მახსოვს აი ყველა იყო ძალიან მობილი, უკლებლივ ყველა აი ვისაც შეხედავთ, ყველა გაღიმებული, მიდი, აბა რა, საღოლ ეს რა იყო და ასე შემდეგ რა. ყველა კომენტარი რაც ხდებოდა, ძირითადად ხდებოდა დადებით. ნუ 1-2 თუ არ ჩავთვით, მაგრამ ეგ ყველგან არის უმაგრესი კარდი იყო თვითონ დაპროექტება, ორგანიზება, იგივეა ბრძოლები და ასე შემდეგ რა. ყველაფერი იყო ძალიან მაგარი. მაგრამ ეხლა რკენა 2-ზე რო ვისაუბროთ, უცებ რკენა 2-იც ძალიან მაგარი იყო, ოღონდ თან სხვა კუთხით რა. აი რკენა 1-ზე თუ ნახეთ, რომ აი ნოკაუტები და ღვიძლიდან გათშვები და ასე შემდეგ, აქ უფრო გრეპლინგის კუთხით იყო კაი საგურებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მაგარი ივენთი გამოვიდა ესეც და ისიც. ანუ ეხლა ხალხი ჩხუბობს, რომ არა ის ჯობია, არა ეს ჯობია და მე გეტყვით, რომ ორივე ერთმანეთზე უკეთესია, აღარ იჩხუბოთ. აქ რკენა 2-ზე ესე იგი მესხი, მანსუროვი, კალანდაზე შოიმოვი, მამულაძე არჩილი, ჩოკობოკი, სპოლიარიჩი, სარასირები გოგოჭური, კუპრაიშვილი ჰუსეინოვი, პრიმერა ბატისტა, შაინიძე ვიგაცა, ლოლიპოპი აბრამიშვილი და ოლივერა ლოთქიფანიძე რა. აი ძალიან მაგარი იყო. ჯერ ის იყო მაგარი პირველი ვებძოლიდან, რომ ლაშა მესხი ლას-ვეგასიდან დაინამაითი ჩამოვიდა, ძმაო, მოვიდა. თქვა, რომ გამარჯობა ხალხო, მე მინდა პირველი სამუშაო რკენაში. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი ძმაო. აი, გამოვიდა კაცი 20 წამში, მივიდა გილიოტინა დასტიმპორიებს, всё. დამთავრებულია. კანადაძემ გურიიდან შოიმოვს ჩაუტარა გურული, იასნია. მამულაძე ცოტა აკლდა და ალბათ შემოაკვდებოდა არჩილი. ჩოკობოკმა, სპოლიარიჩი გამოვიდა ჩოკობოკთან, რომ შენ რა ისტრაიკერი ხარო, მე ვარო სტრაიკერიო. მოდიო, ვიჩხუბოთო ბიჭო, აბარაო, მაგარს ქსემო რაღაცა და დაიწყო ჩხუბი, ჩოკობოკმა გაუტარა და კაიო ვიჭიდაოთო, ჭიდაობა დაიწყო და დააქვს. არ ვიცი, ბრავო. სარასიაროვი ძალიან გამაკვირვა მართლა, იმიტომ რომ არ მეგონა რომ გოგოჭურს გაუქაშავდა ესე მაგრა ჭიდაობს, გაუქაშავდა და მოუგებდა რას. აი არ ვიცი, ბრავო, ეხლა ნახოთ ფოლადასთან, არ ვიცი, წარმატებები. კუპრავიშვილმა ჰუსენ ჰუსეინოვს კარიერა დაამთავრებინა, ეს კაცი გამოვიდა და მე თუ წავოგი არის დავასრულებო და ანდა კაი არ დავასრულებო და მოკლედ მე დაასრულა, სჯობია. პრიმერამ სასწაულად შემოუტრიალა ბატისტას ყველაფერი. შაინიძემ, არ გამიკვირდა, შაინიძემ შეუკლასა პრიმიტიულად, არა ჩვიდად, ჟუან ნაზაროვი გაცას, მოკლედ მოუგო. ლოლიპოპი აბრამიშვილი იყო ძალიან მაგარი ჩხუბი და ეხლა ხუმრობის გარეშე, ანუ ლოლიპოპი არ გეგონოთ მართლა ეს კაცი, ლონტოპი არის აი ძალიან კარგი მებრძოლია მოკლედ რა. აბრამიშვილს ესეთთან არ უჩხუბია ყოფილ UFC-ს მებრძოლთან. და სამივე რაუნდი ესე იგი ჩხუბეს და გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო აბრამიშვილმა და ვეთანხმები კიდეც. მეც ფიქრობდი რომ უყურე ეხლა მე რა თქმა უნდა სუბიექტური ვიყავი უფრო, რადგან ეხლა აბრამიშვილს ვქომაგობდი, მაგრამ აი, რო ცდილობ რომ ობიექტური იყო, ეგრეც მეგონა რომ აბრამიშვილმა მოიგო და მოიგო კიდეც და აი ჩალზიანა და მეორე ოლივერა და ლორდკიფანიძე იყო ძალიან მოულოდნელი. ანუ მე ველოდი კი, რომ ლომი მეთქი შეჭამს. რაზეა ლაპარაკი, მაგრამ აი ისე ორ წამში არ მეგონა ოლივერა როგორც ღიმილი სტრიფტიზით შემოვიდა, ჯობდა ისე უკან გასულიყო, უფრო მაგარი შოუ იქნებოდა ოლივერასთვის რა. საბოლოო ჯამში ქართველები ძალიან ასიამოვნები დარჩით და
უნდა გვიხაროდეს რა, რომ კენა არის ქართული და ტარდება ჩვენთან საქართველოში და აი ესეთი ბიჭები ყავს კიდე ვინც მერე UFC-ში მივა და ასე შემდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, უნდა იყოს ვიღაცა, ვინც ყველაფერს ნეგატიურს ხედავს. ამის გარშე როგორ ვიცხოვრობთ, ხო? აი მაგალითად კომენტარები ხდებოდა ესეთი, ხა ზუსტი კომენტარები არ მაქვს, მაგრამ გეტყვით დაახლოებით აი თითქმის ერთ-ერთი. ოლივერა ლოთიფაინძეს ჩხუბი ხო დაიდო, ვიღაც გახარებულმა დადო, რომ აბა რა ბიჭო. ესე დადო რა. ვიღაცა წერს. ეს რა ის ლეგენდაა, თო ბაბუა ჩემი ცემდას. აი ამას წერს. არ ვიცი. ვიღაც უწერს მე რა, რომ ბიჭო, როგორ არაო ლეგენდაო, აჰა. ოს რაღაცა ჩხუბი აქვს ჩადარებული. მასეო მეც ჩავატარებ. ჩაატარე ძმაო. ჩაატარე. და ჩვენც ლეგენდას დაგიძახებთ, რომ შენ 30 ჩხუბი ჩაატარე UFC-ში, ლეგენდა ხარ ჩვენთვის ძმაო. ვის აქვს ჩატარებული მაგდენი ჩხუბი? არ ვიცი, ყველაფერს ხედავთ, ეს ბულკები მიუგდეს ქართველებს. ვინ არის ბულკი? ლოლიპოპიან ოლივეირა არის, ან ბულკები, ან ჟუმანაზაროვი არის ბულკი, ან თუნდაც ჰუსეინოვი, ბულკს კი გავდა, მაგრამ ბულკი რა იქნებ თავის ქვეყანაში, ეგრე არ არის. ქართველები უნდა დააფასოთ რა, რომ ქართველი ბიჭები უბრალოდ ერთ თავით მაღლა არიან. რა ვქნათ ახლა? ვინ ჩამოიყვანოს? დენოვაიც ხო არ გამოუყვანთ არა? კენამ დადო კარდი. დადო კარდი. კენამ მეორე, ესე იგი 14 მარტს მობრძანით აქა და აქ. და გიგითხავთ ერთ-ერთ კომენტარს გიგითხავთ. დაღესტნიდან არის დაწერილი. ჩემი მოგზაურებული აზრით არ შეიძლება კავკასიაში ქონდეს ორგანიზაცია, ხოლო ჩრდილო კავკასიელებს არ ეძახდეთ ძმა. თელმა MMA-ის სამყარო მიცის, რომ კავკასიაში ყველაზე ძლიერი MMA-ის მებრძოლები არიან. ამიტომ ეს ორგანიზაციის პრესტიჟი ძალიან გაზრდიდა. ანუ ვინ ჩამოვიყვანა? ისლამი და ბიჭები რო არიან წინს? რატო წინთე? არ ვიცი. ეს არის ალის fake account-ია რა, მე ესე ვფიქრობ. ალი არის, ესე იგი, ხაბიბის მთელი ოჯახის და ისლამის მთელი სანათესაოს აგენტი, რომელსაც სოციალებიც მაგას აქვს. ანუ ვინმე დაგასტიან თუ შეგაგინა, ის არ არის ალი გწევს რა. ასევე რა თქმა უნდა, რო დაიდო კარდი პირველი კითხვა. სად დავდო კუში? კუში სად დაიდოს? აი ეს კითხვა, უნდა დაისვას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ უარყოფით ყველგან იპოვი, თავარი არის, რომ კენა არის უმაგრესი ორგანიზაცია, უმაგრესი ივენთებით, ჯერჯერობით და ერთადერთი პრობლემა აქვს კენას, რომ რანაირად გააკეთონ ამაზე, ანუ ერთი საფიქრალი აქვს, რომ რანაირად გააკეთონ ამაზე უკეთესი ივენთი, წინაზე უკეთესი. ეგ საფიქრალი ქონდათ პირველზე, გააკეთეს მეორე, ეხლა მეორეს. აი ერთი ეგ პრობლემა აქვს ჩემი აზრით. პირველ კენაზე ვიმყოფებოდი იქ, მეორე კენა ტელევიზორში ვნახე, ორივეჯერ ძალიან მაგრად ვისიამოვნე რა. კარგი, ახლა გადავიდეთ აქტუალურ თემაზე, ჩემპიონთა ლიგაზე. როგორც გითხარით, გუშინ და გუშინ წინ იყო მერვედფინალები და გაიყო მეოთხეფინალისტები უკვე. და უცებ მოდი მარტივად გადავხედოთ, ესე იგი სპორტინგი ბოდო-კლიმტი იყო, არსენალი ბაიერნ ლევერკუზენი, ჩელსი პსჟ, მანჩესტერი რეალი, მანჩესტერ სიტი რეალ მადრიდი, ბარსელონა ნიუკასლი, ბაიერნი ატალანტა, ლივერპული გალათასარაი, ტოტენჰემი ატლეტიკო მადრიდი. ეს იყო წვრილები. პირველ თამაშებში, მოკლედ, ისევ ბოდო-კლიმტის თუ როგორც ეძახიან, რაღაც ახალი მოდა შემოვიდა, ჯერ ვერ დავეწიე, ესე იგი ბოდო-კლიმტმა თუ ბოდო-კლიმტი სამი მოუგო თავის ხელოვნურ საფარზე და ხალხი იწერებოდა, რომ გძელდება. ამათის გაპარი, მიდი, ჰაუგე ბიჭები, დავაი. ვერ მიართვა სპორტინგმა. 5-0 გამოვიდნენ, მარტივად დაუსვეს ყველაფერი. დამატებით დროში კი გადავიდა, ვითომ დაუმთავრეს, მოკლედ, ძალიან მარტივად სპორტინგი გავიდა. არსენალი, ბაიერნ ლევერკუზენი. ძალიან საინტერესო დაპირისპირება იყო პირველი თამაში. რადგან არსენალს გაუჭირდა ძალიან, იმიტომ რომ აი კუთხური არ მოდიოდა რა. არ იყო კუთხური. ძალიან გაჭირდა. მოვიდა თუ არა კუთხურები 2-0 დამთავრდა. всё. ჩელსი პსჟ-ს ორივე თამაში ხვიჩა კვარაცხელი გახდა საუკეთესო ფეხბურთელი. ორივე თამაში. ერთი თამაში 20 წუთი ითამაშა. ნახევარ-საათი. დამარხა უბრალოდ ჩელსი. მიეცით კვარას ოქროს ბურთი. კომენტარებში. კვარა იმსახურებს ოქროს ბურთს. ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ გვერდზე გადავდივართ და ვწერთ მაგას. არ ვიცი, აი პსჟ არ ვიცი, ისევ თუ ეხა აპირებს ფორმას შესვლას. ანუ სეზონის უფრო ბოლოსკენ, როგორც წინაზე შევიდა,
არ ვიცი. კაი იქნება ისევ ეგეთი PSG-ს ნახვა ძალიან სასიამოვნო იქნება, ისევ ინგლისური კლუბი, ისევ გადაუარეს წყნარად 7-დან ესე გაიარეს. Manchester City, Real Madrid ეს იყო უდიდესი მწვრთნელების ჯახი, Pep Guardiola და Arbeloa. აი ძალიან, Pepso და უკლია Arbeloa-მდე დონე, მაგრამ ნელ-ნელა ახალგაზრდაა ჯერ და ნელ-ნელა აბალანსებს ყველაფერს. კარგად მიდის მოგეთ, კაი ბიჭია, პერსპექტივა ჩანს, მაგრამ Arbeloa მანახა კლასი, როგორ უნდა ჩაატარო თამაში, რა ხდება, როცა ესე დიდ ტრენერს ხვდები და ბრავო Arbeloa-ს, იმიტომ რომ Guardiola ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა და არ მეგონა ესე თავდაჯერებულად თუ გამოვიდოდა Arbeloa. Barcelona Newcastle, Barça დანდობა უკვე ამოიღო, საერთოდ ეს Hansi Flick მოვიდა, Barça-საც უშვებოდა, ზუსტად ეს დაავალა ბიჭებს, აი რასაც გიშვებოითო და დაუაითო, იმე არ გაჩერდეთო და 7-2, საწყალი Newcastle პირველ ტაიმში ეგონათ რომ მივიდე ბიჭო, უკაჩავთ Barça-ს, სად უკაჩავთ, გამოვიდა Rafinha და ამთავრა მთელი თამაში Bebery Lewandowski იტანდა გოლებს. Bravo, Barça-ს გავიდა მაინც, მაგრამ აი რო უყურებდი მაგ თამაშს ხო, აი ძალიან მაგარი იყო რა, აი არ ვარ Barça-ს გულშემატკივარი მე ზოგადად, მაგრამ Barcelona-ს თამაში იყო ძალიან კარგი საყურებელი მართლა. ან Newcastle იყო ძალიან ცუდი, მაგრამ ყურებით იყო ძალიან მაგარი, მიდი გოლი, ერთ-ერთი ფენტეზიში არ მივეცი კაპიტანი Rafinha-ს. აი ეგ იყო ყველაზე ცუდი. დანარჩენი იყო უმაგრესი თამაში. Bayern-ი Atalanta უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო, მაგრამ Harry Kane მოვიდა წინა თამაში არ ვითამაშეო, ხა გოლები მინდაო, მივიდა გოლები გაიტანა, წავიდნენ სახლში. მარტივად დაიშალა, Atalanta-მაც ერთი გოლი გაიტანა, 10-0-ის მაგერად 10-2 წააგო მთელი თამაში. არა უშავს. Bravo Atalanta-ს, ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია Bayern-ს. Bayern-ი შემდეგ ეტაპზე. Liverpool-ი Galatasaray. აი ეს იყო ძალიან საინტერესო მატჩი. მე კონკრეტულად ამ თამაშს უყურებდი მაგ დღეს რა, გვიანდელ თამაშებში. და აი ძალიან საინტერესო თამაში იყო მართლა. მთელი თამაში ოსიმინი დადიოდა ესე, იმიტომ რომ ხელი მოიტეხა ან რაღაც და აი ვერ დარკოდა რა. აი ესე დადიოდა. მაგრამ ვერაფერი ვერ, აი პირველ ტაიმში უტევდა, ლივერპული უტევდა და ერთ Szoboszlai რო არ ყავდეს ლივერპულს ახლა იქნებოდნენ ბოლო ადგილზე, ჩემპიონის ლიგაზე საერთოდ არ იქნებოდნენ ბოდიში ლივერპულის ფანებს. მაგრამ Szoboszlai არის ლივერპულის მთავარი კაცი და Salahი დროა რო გაკიდონ. სანამ ღირს ფული ბოდიში. ეს უნდა მეთქვა. Salahმა პანენკა რაღაც, მაგრამ თავის გოლი მაინც გაიტანა, თავის საფირმო, რაც იცის. 4-0 წყნარად 7-დან ლივერპული მაინც გავიდა, მაგრამ თავიდან ცოტა ვანერვიულებდნენ, რომ აი იქნება ვერ გაგიტანენ, მაგრამ Galatasaray არის გამტანი იქ არისო, საერთოდ. აი Tottenham-ი Atletico Madrid-ი იყო ძალიან მაგარი თამაში, უმაგრესი თამაში იყო მართლა. ჩოლო გავიდა მაინც. გაიპარა, როგორც იცის, მაგრამ Tottenham-ს რა ეკნა. ეცადა ვერაფერი ვერ ექნა, გამოვიდა Julian Alvarez-ი, გოლი პასი, არ ვიცი, დაუმთავრა თამაში. გავიდა Atletico, Liverpool-ი, Bayern-ი, Barcelona, Real-ი, PSG, Arsenal-ი და Sporting. ძალიან საინტერესო წვლილები ყავს Arsenal-ის Sporting-ის გარდა. მარტო Arsenal-ის ფანებს საინტერესებთ Arsenal-ის თამაში. მე ესე ვფიქრობ. არ ვიცი. მაგრამ Real-ი ვერ ავწდით Bayern-ს. როგორც ყოველთვის, ეს ტრადიცია City, Bayern-ი, PSG, როგორც ყოველთვის. PSG არ ვიცი, Liverpool-თან ესე თუ ითამაშა Liverpool-მა, როგორც Galatasaray-სთან გამოიყურებოდა, ჩემი აზრით PSG მარტივად. ჩემი აზრით. Tottenham-ი და Atletico Madrid-ი არ ვიცი რა სიზავს, მართლა არ ვიცი, შეიძლება ძალიან მაგარი გუნდი გახდეს, შეიძლება ძალიან მაგარი, მაგრამ მე მგონია მაინც რომ Barça გაივლის. ესე მგონია. და იმედი მაქვს რომ Real-ი გაივლის Bayern-თან. იმედი მაქვს, იმიტომ რომ სად კომპანია სად Arbeloa, ცოტა მაგალი დონეა კომპანია ახლა იწყებს, მაგრამ უბრალოდ კაი ბიჭები ყავს რა კომპანიის, თორე Arbeloa-ს ისე ჭკუით ვერ იმ დროს ნახე სადღაც რომ Arbeloa-ს გენიოსოს ეძახდნენ, ისე დანდაზე ლაპარაკობდნენ. გენიოსოს თუ გენიას. ფეხბურთელები რა. კი ხვდებით კიდეც რატომ? იმიტომ რომ Arbeloa გენიოსია, კაცი უყურებთ ახლა Getafe-სთან წააგო და ასე შემდეგ. სანამ გავაგზავნებდეთ, მინდა ძალიან გთხოვოთ, რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და ის სარგზგელაკის ჩართოთ, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები და ასევე დააკომენტაროთ ნებისმიერ რჩევა, რაც გაქვთ, რაც
დაეხმარება აქვს აი განვითარებაში, რამე თქვა სიახლეები, რომ უფრო სახალისო იყოს ან უფრო საყურებელი ნებისმიერ რამე მოკლედ დააგომენტარეთ გენდობით და აუცილებლად ყველაფერს დავიკითხო და გავითვალისწინებ. მოკლედ საბოლოოდ რომ შევაჯამოთ ახლა წვილები. PSG ლივერპული, რეალი, ბაიერნი, ბარსა, ატლეტიკო და არსენალი, სპორტინგი რა. ნუ სიმართლე რო ვთქვათ, მაინც ლოგიკურად დაჯდა ალბათ, ნუ რეალი მანჩესტერ სიტის უარ გავითვალისწინებთ, ბევრ სიტი ეგოა, ბევრ რეალი. ისე ხო, ალბათ PSG ჩელსიში, ნუ ჩელსი ფანი ფიქრობდნენ ალბათ ჩელსის, ისე ალბათ PSG-ს ფიქრობდა უმეტესობა. ლივერპული გალათასარაიში, ნუ რაც უნდა არნე სლოტი იყოს ტრენერი და რაც უნდა ლივერპული ცუდ ფორმაში იყოს. გალათასარაის ნახვა არ ვიცი ვის ენდომებოდა მეოთხე ფინალში. რეალზე ვთქვით, ბაიერნი ატალანტა, ნუ მე მგონი ცხადი იყო, რომ ბაიერნი გავიდო და ბარსა ნიუკასლშიც მაინც, ნუ ხო, ნიუკასლი პირველი თამაში რაღაც, მაგრამ ნუ ბარსა მოგვიყვეთ დამსახურებულად გავიდა და ატლეტიკო ტოტენჰემში იყო, რომ აი რომელი, მაგრამ ახლა ტოტენჰემი არის ბოლოს წინა ადგილზე პრემიერ ლიგაში და გავიდა ატლეტიკო. და ნუ ბოდომაც ვეგარ ჩაიდიან სასწაული და სპორტინგი გავიდა და ნუ არსენალი გავიდა და ალბათ ყველას ეჯერა, მაგრამ ნუ პირველი თამაში მე არ ვიცი რამდენად კუთხვებრივად წამოვიდა, მაგრამ ნუ ყველაფერი ლოგიკურად დაждდა, სიმართლე რო ვაღიაროთ. ეხლა ველოდებით რა, როგორ რანაირად განვითარდება რა. ძალიან საინტერესო თამაშები გველოდება, PSG ლივერპული საინტერესო იქნება რეალი ბაიერნის და ნუ ერთი არსენალის სპორტინგის გარდა რა, ალბათ. ყველა იქნება საინტერესო, ნუ ეს ხუმრობით არსენალის სპორტინგის საინტერესო იქნება. და იმედია ამაზე მეტ გოლსაც ვნახავთ რა. ამ ტურში, მეოთხე ფინალებში. ფინალს კი იგებს რეალ მადრიდი, ეს უკვე არ ვიცი თუ ვთქვი, მაგრამ კიდე ვიტყვი. არბელოას ეკუთვნის, იმიტომ რომ ნუ ამდენი ხანია ამ დონეზეა ტრენერი. როგორც ვთქვით. პირველი ვიდეოსთვის ჯერჯერობით სულ ეს იყო მეგობრებო. უკეთესი ვიდეოებიც, რა თქმა უნდა, გელოდებათ, რაც უფრო წინ წავალთ, მოკლედ. ყველას დიდი მადლობა ყურებისთვის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ზარი ჩართოთ, მოკლედ, დააკომენტაროთ და შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში. Peace.